აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის 4 ახალი ავტომობილის შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, თუმცა სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად გამარჯვებულია სენა ავტო. 4 ავტომობილის მიწოდებას 299,760 ლარად აპირებს ეს კომპანია. ჩვენ დავინტერესდით რამდენი და რომელი მოდელის ავტომობილია ახლა უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოს ბალანსზე და ვინ სარგებლობს ამ ავტომობილებით. უწყებისგან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხის თანახმად 2025 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე ირიცხება 19 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 3 ერთეული ამორტიზებულია. 4 ახალი ავტომობილი, რომლებსაც უწყება შეიძენს, ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის უნდა იყოს. უნდა იყოს გამოშვებული არაუადრეს 2025 წლისა, უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. მოგეხსენებათ, აჭარის უმაღლესი საბჭო შედგება 21 წევრისგან, თუმცა 2024 წლის არჩევნების შემდეგ პარერგადალახული 4 პარტიიდან წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ქართული ოცნება შევიდა 13 წევრი. 2025 წელს მათ რიცხვს კიდევ 2 დეპუტატი შეემატა. პარტიიდან გახარია საქართველოსთვის. უწყების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბჭოში 15 დეპუტატია. პერსონალური სატრანსპორტო საშუალებებით მხოლოდ ქართული ოცნების წევრები სარგებლობენ. 4 ავტომობილის შეძენის შემდეგ ქართული ოცნების 13 დეპუტატს 20 ავტოსატრანსპორტო საშუალება მოემსახურება. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში. მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.